საქართველოს შესახებ ჩემთვის ის იმიჯია, რომლითაც ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სარგებლობს, რომ თითქოს ახლანდელი მთავრობა პრორუსული იყოს. ეს ჩემთვის გასაოცარია, რადგან მათ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვთ რუსეთთან. თუმცა დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს სრულ ძალისხმევას არ მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარ ტერიტორიას ფრონტის ხაზად არ აქცევს, მაშინ ეს პრორუსულობას ნიშნავს. როგორ ახსნიდით ამ მოვლენას? ეს სწორედ ის საკითხია, რომელზეც იანმა ისაუბრა. ჩვენ რუსეთს ჯერ კიდევ არ აღვიქვამთ ალტერნატიულ ძალად. ჩვენ კვლავ გვჯერა და ჩვენში ვგულისხმობ დიდ ბრიტანეთსაც, რომ გვაქვს ერთგვარი აუცილებელი ვალდებულება ყველა ქვეყანა გავაწევრიანოთ იმ ჯგუფში, რომლებსაც ჩვენ დემოკრატიულ ოჯახს ვუწოდებთ. რასაკვირველია, ამ ჯგუფს სხვადასხვა მეთოდით ჩვენვე ვაკონტროლებთ. ასე რომ თუ ჩვენ შეგვეწინააღმდეგებით და გვეტყვით, რომ თქვენ საკუთარი ინტერესები და რეგიონული საზრუნავები გაქვთ, ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ არ ეთანხმებით ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ოჯახში გაწევრიანების იდეას. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ იქცევით ასე. ჩვენი მსჯელობით კი ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა რომელიღაც ძალის გავლენის ქვეშ ხართ მოქცეული. ეს სრულიად არასწორი პერსპექტივაა, რომელიც არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომელშიც საქართველო იმყოფება. საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს რუსეთთან. რუსები კვლავაც აკონტროლებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რაც რასაკვირველია მთავარი შფოთვის საგანია ქართველებისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან. ასე რომ იდეა თითქოს რუსები აკონტროლებენ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, სრული აბსურდია. თუმცა თუ ჩვენ დასავლეთში ამას ვაღიარებთ და გავიაზრებთ, რომ ეს მცდარი იდეაა, მაშინ გაჩნდება შეკითხვა. საერთოდ ვახორციელებთ თუ არა სწორ პოლიტიკას ამ რეგიონში? მეც სწორედ ასე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს სრულიად ლეგიტიმური წუხილები, რომლებიც არ უნდა იქნას უარყოფილი. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს ტერიტორიები დაკარგა და შესაბამისად ლოგიკურია დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის შენთვის სამომავლოდ სწორი გზა, რათა შენი უსაფრთხოება განავითარო და აღარ გამოიწვიო უსაფრთხოების ის დილემა, რომელმაც შენი ტერიტორიების დაკარგვა განაპირობა. But it is not an absurdity we want to see, because if we see it, if we realize that this is wrong, then of course it asks questions, it begs questions about the correctness of what we are doing in a region like this. Yeah, no, I also make the point as well that it's not that Georgia doesn't have legitimate concerns. I think this is, we shouldn't dismiss it. They have, as you said, that part of their territory has been lost now. So, they do have legitimate concerns. Just what is the best path forward in order to enhance their security? Because you don't want to trigger a security dilemma, which, contributed to the loss of these territories as well. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.